სახელ თუ როგორ მოვიდნენ უფალთან მისი პირველი მოწაფეები. უпроსოდ როგორ მოიყვანა უფალმა ისინი თავისთან. და ჩვენ შევჩერდით ფილიპის მიერ ნათანაელის მოყვანის საკითხზე. როგორ უსაბუთებდა ფილიპე თავის მეგობარს ნათანაელს, რომ ნამდვილად მესია, მაგრამ ყველა მისი დასაბუთება აღმოჩნდა არასაკმარისი, მეტიც უსაფუძვლო, რადგანაც ის რაც მან იცოდა გარეგნული ცოდნით, არ შეესაბამებოდა იმას, რაც წერილში ეწერა. მაგრამ ფილიპე აი ამ გარეგნული ცოდნით არ იყო მისული უფალთან. უფალმა მოუწოდა მას და მისთვის უტყუარი იყო მტკიცება თვითონ უფალთან ურთიერთობა. და ამიტომაც მოყავს ყველაზე უცილებელი არგუმენტი ნათანაელს, უბნება მოდი და იხილეო. ისე როგორც უფალმა უნდა უთხრა ანდრიას და იოანეს, მოდით და იხილეთ და მივიდნენ და იხილესო, აი ასევე ახლა ფილიპე უბნება ნათანაელს, მოდი და იხილე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა უფალთან მოსვლის. პირადად დარწმუნება. იმაში რომ ნამდვილად ეს არის უფალი. და აი ამ რამდენიმე მოწაფის მაგალითზე მახარებელი ჩვენ გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა ხასიათის ადამიანები როგორ მოყავს უფალს თავისთან. და ყველაზე მეტი ადგილი სახარება შეთმობა სწორედ ნათანაელის მოსვლას უფალთან. და რატომ ხდება ეს? თუმცა შემაჯამებელი და დამაგვირგვინებელი რაღაც სიტყვა უნდა განცხადდეს აი ამ ნათანაელის უფალთან მოსვლის გზით. იხილა რა იესო ნათანაელ მომავალი მისა და თქვა მისთვის, აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომელსაც თანა ზაკვა არ არის. თუკი სიმონის მოსვლისას უფალმა უთხრა მას, შენ ხარ სიმონ ძე იონასი და შენ გეწოდოს კეფა, უთხრა აწყო ტარსული და მომავალი. ნათანაელს უფალი ეუბნება მის შინაგან ღირსებას, რომ ეს არის ჭეშმარიტი ისრაიტელი, რომელსაც თანა ზაკვა არ არის. ისრაიტელი ეს არის ისრაელის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ანუ ისრაელი არის ღვთისმხილველი, როგორც ეწოდა იაკობს და ღმერთთან შერწყმული, შეერთებული, შერკინებული, თუ შეჭიდებული და უფალი ეს არის ჭეშმარიტი ისრაიტელია, რომელთან არ არის ზაკვა, არ არის ორგულება, არ არის რაღაც ანგარება, არ არის პირადი რაღაც ინტერესი, მერკანტილური და უტილიტარული. აი ეს მოწმობა უფლის ნათანაელზე და მის შინაგან ღირსებაზე. თვითონ ნათანაელისათვის არის
როგორ ვთქვათ, უცხო კი არა, მაგრამ ის თვლის რომ ეს მან იცის თავის შესახებ და მისმა ახლობლებმა და პიროვნებამ, ადამიანმა, რომელსაც ის პირველად ხედავს, საიდან იცის მან. იმიტომ რომ აქ არის ორი მომენტი. შეიძლება ცოდნიდან ამბობდეს ამ ადამიანი და შეიძლება გულის მოსაგებად პირმოთნეობით რაღაცა ღირსებებზე ამბობდეს, ამახვილებდეს ყურადღებას და მეორე ადამიანის გულის მოსაგებად. ამიტომ ნათანაელი უსვამს კითხვას, ვინაი მიციმე, ანუ საიდან მისცემ მე? კი არ ეწინააღმდეგება, არ ეუბნება რომ ეს ასე არ არის, მაგრამ არც ეჭვი აქვს იმაში რომ იცის, მაგრამ საიდან? ფილიპემ უთხრა მის შესახებ მოუყვა როგორი კარგი მეგობარი ყავს და როგორი ერთგული არის და როგორ გამოწვევით ეძიებს წინასწარმეტყველთა წიგნებში და ჟურში მესის შესახებ ცნობებს. თუ თავისით იცის, საიდან იცის? წყარო ცოდნისა უნდა ნათანაელს რომ იცოდეს და განცხადდეს. იმიტომ იმის და მიხედვით საიდან არის ეს ცოდნა, არის განსასრული ჩვენი დამოკიდებულება. სარწმუნოა თუ არა ჩვენთვის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს. და უფალი ამბობს, მიუგო იესო და რქვა მას, პირველ ფილიპეს ხმობადმდე შენ და იყავრა ლეღვის ქვეშე, გიხილე შენ. უფალი მიანიშნებს ნათანაელს ერთ მომენტზე, რომელიც მხოლოდ ნათანაელმა იცოდა. სანამ ფილიპე დაგიძახებდაო, აი ლეღვის ხის ქვეშ რომ იყავი, იქ გნახე მე შენ. რას უნდა ნიშნავდეს ეს? როდის ნახა მაცხოვარმა, თუ კი ფილიპე თავის მოქცევის წუთიდან მაშინათვე მიირბინა ნათანაელთან და ახარა მას თავისი აღმოჩენა, რომ მან პოვა მესია. და ნათანაელს უფალი მიანიშნებს რაღაც საიდუმლოზე. როგორც თქვით, საიდუმლოზე, რომელიც მხოლოდ ნათანაელმა იცოდა. სანამ ფილიპე მოვიდოდა, რაღაცა ხდებოდა. და ადგილს ეუბნება ლეღვის ხის ქვეშ რომ იყავი. იქ გიხილე. უფლის მიერ ხილვა ადამიანისა. ანუ გარკვეულწოდ დანახვა, მიხედვა, ყურადღების გამოჩენა ადამიანის, რომელიც ეძიებს უფალს, ეძიებს ჭეშმარიტებას და გულით არის უფლისაგან მიმართული და ჭეშმარიტი ისრაელელი, ანუ ღვთის ხილვის მსურველი არის და გარკვეულწოდ ხილველიც არის, რამდენიც ეს წერილი ჩვენ გვიცხადებს. თუ კი მან ზედმიწევნით შეისწავლა წერილი. და აი შენ გინდოდა ჩემი ხილვა და მე გიხილე შენ. ეს იდუმალი კავშირი მორწმუნესა უფალთან მადლით განცხადებული და განცდილი, ეს არის ერთ-ერთი მთვარი ცნობა და უწყება უფლის ჩვენთან მყოფობის. და რადგან ნათანაელმა ეს განიცადა ლეღვის ხის ქვეშ ყოფნისას და უფალმა ამაზე მიანიშნა, რომ მე მაშინ გიხილეო. ნათანაელ იგრძნო, რომ ის
ვისი ყოფნა მის გვერდით მან იგრძნო ლეღვის ხის ქვეშ და ეს ომიც ახლა ეუბნება მას რომ მე გიხილეო ეს ერთი და იგივეა ეს გამოუგნებელი აღმოჩენა ნათანაელისათვის არის წყარო მისი შემდეგი სიტყვის მიუგო მას ნათანაელ და რქვა რაბი შენ ხარ ძე ღვთისა შენ ხარ მეუფე ისრაელისა შენ ხარ ძე ღვთისა შენ ხარ მეუფე ისრაელისა ანუ ამით ნათანაელი აღიარებს მაცხოვარს როგორც მესიას და კი უწოდებს რომ ძე ღვთისა ხარ მაგრამ რასაკვირველია ეს აღიარება არ არის იპოსტასური აღიარება ქრისტესი ძე ღვთისა როგორც შემდგომში პეტრე მას აღიარებს მაგრამ ეს არის იმ აღმოჩენით იმ ემოციური განცდით გამოწეული სიტყვა და ძე ღვთისა ეწოდებოდა ანგელოზებსაც ძე ღვთისა ეწოდებოდა მართლმორწმუნეებს წინასწარმეტყველებს ღვთისშვილები არიან და აქ აღმატებულად ამბობს რომ ძე ღვთისა შენ ხარ მეუფე ისრაელისა ანუ ისრაელი როგორც ღვთის ხილველი და ეს არის ერი მორწმუნე ჭეშმარიტ რწმენით ჭეშმარიტ ღმერთისადმი გაერთიანებული ერი და აი ამ ერის მეუფე ხარ შენ ანუ შენ ხარ მესია შენ ხარ ის ვისაც ერი ელოდებოდა საუკუნეების მანძილზე აი ამ აღიარების შემდეგ უფალი მას ეუბნება მიუგო იესო და რქვა მას რამე თუ გარკვშენ ვით არ მე გიხილე შენ ლეღვსა ქვეშე და გწამს უფრო ისი ამათსა იხილო ანუ უფალი ეუბნება ნათანაელს რომ ეს მისი ესეთი აღმოჩენა მის მიერ აღიარება იესო ქრისტესი ეს არის გამოწვეული იმ სიტყვით იმ იდუმალი მომენტის განცხადებით რომელიც არის მორწმუნე ადამიანის ურთიერთობა უფალთან იმიტომ არა შენით მოხდა ეს არამედ რომ უფალმა თვითონ აუწყა და გამოუცხადა თავისი სახე მანამდე დაფარული ნათანაელისათვის და ამბობს უფალი რომ უფრო მეც იხილავო მეც იხილავ ანუ მეტად შეიცნობ უფალს უფრო მეტად დავახლოვდები და რაში მდგომარეობს ეს მეტი შეცნობა და რქვა მათ ამინ ამინ გეტყვი თქვენ იხვნე ცანი განხმუნი და ანგელოზი ღვთისანი აღმავალნი და გარდამომავალნი ძესაზე და კაცისასა აი ეს არის აღმატებული ცოდნა რომ ნათანაელმა კი აღიარა იესო მესიად ანუ ქრისტედ მაგრამ ეს როგორც ვთქვით გარკვეული იმ ემოციური განცდით გამოწეული აღიარებაა და თუ შენ ამ რწმენით იქნები მეც იხილავ და ეს მეტი ხილვა არის უფრო მეტი ხედვა და შემეცნება უფლისა ანუ ცას გახსნილს ანგელოზებს და ძესაკაცებზე და გარდამომავალსო ანუ შეიძლება საიდუმლოს ღმერთის განხორციელების განკაცების და როგორ არის ერთში
ძე ღვთისა და ძე კაცისა და როგორ აღასრულებს ძე ღვთისა და ძე კაცისა თავის სახურებას ამ ქვეყანაზე. რისთვის არის მოსული და რისთვის მოგიწოდებს თქვენ. აი ეს აღმატებული სულიერი ხედვა, სულიერი შემეცნება ეს არის ჯილდო, რომელიც ეძლევა ერთგულმორწმუნე ადამიანებს. ეს არის ის აღმატებული საფეხური ადამიანის ცხოვრების, რომელსაც შეუძლია მას მიაღწიოს ამ ქვეყანაზე, თუ ჭეშმარიტ რწმენით, ჭეშმარიტ ღვთისადმი იქნება გამსჭვალული და მის რწმენა საქმით იქცევა და უფალთან ერთობით ის აღასრულებს თავის მოღვაწეობას ამ ქვეყანაზე. ამით მინდა დღეს დავასრულოთ ჩვენი საუბარი და შემდგომ მიხილავთ პირველ სასწაულებს, პირველ სიტყვებს და ქმედებას მაცხოვრისა, რომელიც გამოვიდა ამ ქვეყნიური მოღვაწეობის ასპარეზზე. ერთმანეთს დაგვაცოთ.